ლაპარაკები ვერ გამიგენ. ხო, კაი, რა მოგივიდა ეხლა? არ გიხდება ჩხუბი არა? რა გინდა, კაცო, იქიდან მოუვარე როგორია. კი, რა დაგილაპარაკები? კი, მოიფიქრე შენს, რა თქმა უნდა. აბა რა? მიცან ტელეფონზე ლაპარაკი. ხო, კარგი და გადმორეკე. კარგი. ეხლა ჩართე თუ გინდა ბაბ? მადლობა ხო. რა არის, რა ისო ჩემი ტელეფონით ლაპარაკო, კარგი რა. რა არის, ვერავის ვერ დაურეკე, ჩემთვის უდაკავებაა, ვერავინ ვერ მირეკავს მაგის გულისთვის. ვინ გირეკავს ერთი რა, რაც აქ გადმოვედი ბაბუა შენს გარდა არავის დაურეკავს. კარგი რატიესი რა. შენ რო სახში არ ხარ, უნდა ნახო რამდენი ადამიანი მირეკავს. უდაკავებაა და რანაირად დამირეკავენ აბა. აი? ბაბუას ნომერი არ არის. ალო. ხო მამია ბაბუა. დიდი მადლობა. თქვენთან ერთად, თქვენ ყველას ერთად გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა, ხო? გავიმარჯვებთ. კარგით ეხლა, კარგი. თერს უფრას მუდამ ალაპარაკებთ, კარგი, ხო? კარგი, ნახვამდის. რა არის, კიდე გადამიცე, რა არის, ვერ გავიგე, ჰა? აი, ის რა გადაცემა იყო, ბატა, შეხედე, რა მაგარი კლიპებია. რა გინდა ეხლა, მე მომწონდა და იმიტომ უყურებდი. ხო, მართლა, ეხლა რაღაც სასიყვარულო და რომანტიკული მესიჯი მოვიდა. მოიცა. თინიკო ვინ არის? თინიკო? ხო. თინიკო ეს ბაბუა ჩემი მიგზავნის ხოლმე სხვადასხვა გოგოების სახელით ესებესებს, ხო? ხო, და ის კი ვერ მოიფიქრე, ხარ ნომერი გამოცვალოს და ვერ მოიფიქრე. მე მირეკავენ? შენ გირეკავენ. ალო, ხო. მე ვარ, ხო. მოიფიქრე. ძალიან კარგი მეტახვები, კიგენოს, კარგი. მოკლედ. აი. შემაწუხა ამ გოგონს, აღარ შემიძლია. ვინ შეგაწუხა, ვინ იყო კაცო? ერთი გოგოა რა. ხო, დამეხმარები? ხო დედა. ხო, მე რაო მამა. მუშტით, ხო? რა კარგია. კარგი დედა, კარგი, ხვალ მოვალ და მომიყევი ბარემ ხვალ. ნიკა, ისეთი გემრიელი მწყერის კვერცხის ომლეტი დავაკეთე ირმის შაშხით. გადმოგიღო? დედა, შენ რეცეპტების წიგნის მიხედვით აკეთებ საჭმელს და წითელი წიგნის. ხო დედა, კი ყველანი კარგად არიან. რა ვიცი, აი დადის სკოლაში და არის. მე-6 კლასში იყო, შენ რომ დარეკე და ახლა იმდენი დრო გავიდა და იმდენს მელაპარაკები რომ იქნება ახლა ასე მერვე მე-9-ში. ხო. მორჩი, დავედი ვითამაშე. დაჭექი აქ მოდი ჩამაბარე ბუნება. ბუნება ლაშაბიძიას ჩავაბარე. ლაშაბიძიას ველაპარაკე და არ უსწავლიაო. აუ გამხინდა. აი რა დრო მოდის რა ბიძიასაც ვეღარ ემდონა. ერთ მაგარ ამბავს გეტყვი და ბუნებას აღარ ვისწავლ. კარგი დედა, როგორც იქნება, აბა, რა ამბავიო? დაჯექით ეკლა. მოდი შენც დაჯექი. რა ხდება, ნიკა, აბა?
ლაშაბიძია მოგატყუართ სამსახური არ უშოვია. რა სახლი არ დაალაგოს. რა სიტყვები ნიკა? აბა ახლა სად არის? სადა ფრიდონთან შედის ხოლმე დილაურის და საღამომდე იქ არის. აი, უნებას არ ვიმეცადინებ, ხო? ნიკა, ისეთი ამბავი მითხარი, თუ გინდა ქართულსაც ნუ იმეცადინე. დავდი ახლა ვითამში. მოდი აქ, მოდი დაჯექი. უნდა ჭამო, გადაიღე. მე გავაღებ თეკლა, შენს გადაიღე. კი, მეც გადავიღებ. თეკლა, არ გინდა რომ ჭამო? არა. იცი რა გემრიელია. თეკლა, ლაშა, ხო იცი ახლა როგორც უნდა მოვიქცეთ. როგორ ხარ ლაშა? ძალიან დაღლილი ვარ, რა ელენა. ძალიან დაღლილი ვარ, აღარ შემიძლია რა. დაღლილი იქნები, აბა ამ ხელახსიდან მოდიხარ და დაჯექი მოდი ლაშა, დაჯექი. დაღლილი. ხო, ამ ხელახსიდან. რა ქენით თათბირზე? რა დათბირზე? გუშინ ხომ მომდი შენ ხვალ თათბირი მაქვსო. ხო, თათბირზე, რა ვქენით ახლა თათბირზე, რას ვისაუბრით თათბირზე, ვითათბირეთ ახლა, რაზე ვითათბირებდით თათბირზე? იმაზე, ამაზე. იმაზე, ამაზე. ლაშა გამახსენდა, ხვალ მაქვსო თათბირი ასე არც ქვი. ხვალო, კი. ხო, ხვალ მაგ. არა ლაშა, გუშინ ქონდა ასე არ თქვი. გუშინო, კი, გუშინო. გუშინ ხონდა ელენე მე თათბირი. არა ლაშა, ეს პატამ თქვა თათბირი მაქვს. პატამ თქვა თათბირი მაქვს. პატამ თქვა თათბირი მაქვსო. პატამ თქვა რა გჭირთ კაცო თქვენ? დამეხმარები? კიდე მე ხო რა ამჯერად რა უნდა გავაკეთო რატი? ერთი გოგო უნდა მოვიდეს ხვალ. შენ გავუგეთ კარებს და ეტყვი რომ რატის არ იცნობს საერთოდ და არც აქ უცხოვრია ოდესმე. ისე კარგი გოგოა, მაგრამ რაღაც ხასიათებით ვერ ვეწყობით პაატა. რა ვიცი, რაღაცნაირი ქარაფშუტა, ვერ გაიგებ რა მოწონს, რაზე ბრაზდება, რა წინს. ისე შენ კი მოგეწონება, ხო იცი, დაილაპარაკე რას კარგავ. მე? ხო, შენ არა თქვი მე და თეკლა ვილაპარაკეთო და გადავწყვიტეთ რომ დავჭით მეგობრებიო, ხო და ის ანგელოზივით გოგო თავისი ფეხით მოვა. კარგი, ნახოთ, კარგი რა. ნუნუა რა ვქნა? ვაიმე, ნუნუა. რატი მომისმინე? უთხარი რომ ვირუსი გვაქვს და წავამალე, გაიგე? მიდი, კავახი. აიმე ბიჭებო ძალიან გაციებული ვარ ვირუსი მაქვს და არ მომეკაროთ საანთხოვთ რა. მინები გამოგიქცა. ისე ბიჭებს ჩაუტან და ჩაისა მიირთმევენ მე. რა არის? ისე რა მურაბითაც მინდოდა, მაგრამ წელს არ შემომაწოდეს წურვემა. რაღაც არა გვაქვს დრო და ვერ გავაკეთებ. გაგიჟდები ეს ხალხი ძალიან გაზარმაცდა. ხო, კარგი, გასაგებია, დიდი მადლობა ქალბატონ ნუნუკა, მაგრამ შენ უკვე ვილახშმეთ და რა. აი, რას ლაპარაკობ, იცი რა. მაშინ დავждები აქ უკან ხوار წავიღებ და თქვენთან ერთად შევჭა. უითხრე რა გითხარი, ჩემთვის კიდე ბლინი შეიძლება ღამე. ჩემთან არის ერთი ლარი და რომელიღაცა ფეხბურთის გუნდზე და გიჟვით არის მიშტერებული ტელევიზორს. და ვიცი წავალ ბიჭებთან სერიალს უყურებთ, გადამირთე რა, რას უყურებთ ხალხო? საინტერესო სერიალია. თქვენ იმაზე ხო რა ქვია? ხო, ჩემ სერიალზე დაჯექე? დაჯექე. არა, ეს მადლობა. კარგი, აი. ხო, უყურს. არა, ეს მინდოდა ეხლა მე რატი რა? რა ეს გინდოდა შენი ბრალია, რატომ ჩატე ელემენტები დაჯექი ეხლა მოსვერდი და გაისიარე იმ მოსამსახურის ბედი. მიდი, წავედი. ამან ეს არის ხო რა ქვია ის მოსამსახურის სურათი ის აიმე რაკენი რატო გადამირთე? ქალბატონ ნუნუკა, კარგი ხო? აი, ნახე. კი ბატონო იყო. კარგია. რა ის სულ რატო ტირиш ეს რა ტირиш ახლა პირადული აქვს რამე? ლაშა, ძალიან დაღლილი იქნები ახლა შენ.
ძალიან დაღლილი ვარ, აი ძალიან დაღლილი ვარ, ელენე აღარ ვიცი. ლაშა, ერთი კარგი იდეა მაქვს. რა იდეა გაკ? რადგან შევიდეთ ფრიდონთან, ფრიდონი მოგვიყვება თავისი თეატრის ამბებს. იცი რა, ლაშა, ამ სამსახურის გადამკიდე საერთოდ ვეღარ ვნახულობთ მეზობლები ერთმანეთს. აი მე გეხვეწები ელენე, არ გვინდა რა ფრიდონთან არა. რატო? იმიტომ რომ გვიანი ასაკშია თან კაცი ხლა უხერხულია ესე ხო არ მივადგებით ამ შუა ღამე თითქმის. ისა, კარგი ლაშა, მაშინ შენი სამსახურის ამბები მოგვიყევი. რა შენმა უფროსმა ფრანჩესკომ როგორ მოწონს საქართველო? მოწონს რა გადარეულია ესო საქართველო. ხო, ისე ყოყოჩი კაცი ჩანს ეგ შენი ფრანჩესკო. კარგი ლაშა, ივახშმევ? არა, არ მინდა ვჭამე ფრიდონთან. ფრიდონთან? ფრანჩესკოს ქართულად ქვია ფრიდონი. ხო, აი როგორც ეხლა მაგალითად სერჟიოს ქვია სერგო. აი ეგრე ქვია ფრანჩესკოს ფრიდონი და ეს ბიჭი ფრიდონს ვეძახით ხოლმე რომ რაღაც. კარგი, ლაშა, გეყოფა. იცით რომ სამსახური არ გიშოვია. მთელი დღე ზიხარ ფრიდონთან საღამომდე, ნიკამ ყველაფერი გითხრა. ფრანჩესკო ფრიდონი. რა? და მოიცადე თქვენ გაბრაზებულები ახლა? არა ლაშა, რა გაბრაზებულები, პირიქით გახარებული ვარ, ხვალიდან სახს შენ დაალაგე. ნიკა რა ქენს, ა? რა ქენს? რა ვქენი და ქართული და ბუნება არ მიმეცადინე. ხმერა მოიცადე, აბა სულ ტყუილა ვიჯექი ფრიდონთან მთელი დღე და ვისმენდი რაღაცა სისულელეებს, ა? რაზდა 1984 წელს ესე ოზურგეთის თეატრში იდგმებოდა კირილე მამალაძის დენთის კაცთან დანთებული კოცონი. და ფრიდონი თამაშობდა გებელს. და საწყალო ლაშა რა დღეში ყოფილხარ? რა? კარგი წავედი და ხვალ მოგიყვები. ლაშა, ხვალ თეკლა თავის სახლში რო ბრუნდება, იცი? რა? სულ თეკლა? რატო ლაშა და ვერ არის მამა ჩემი კარგად გადაიღალა და დედა ჩემს მარტო მოვლა უჭირს. გადაიღლებოდა რაც მაგან ხმლებით ირბინა აქეთ იქით გადაიღლებოდა, აბა რა იქნებოდა. მგენია ეს სახლი თეკლას გარეშე. ო, რა ცუდია თეკლა რო გადადიხარ. ჩემს ოთახში დავწვევი და ტყბილად დამეძინე. თეკლა, ხო გამოგვივლი ხოლმე. გამოვივლი, ელენე, აბა რას ვიზამ? ხომდან ჭირდება შენი ჟაკეტი, ისა, ზავი. მორში წავედი ვითამაშ. მოდი აქ, მოდი შენ, მოდი ერთი ბუნება ჩამაბარე, მოდი. დედამ უთხრა არის სწავლო. ხოდე. დედამ კი გითხრა, მაგრამ ლაშაბიძიას არ უთქვამს, მიდი ჩააბარე. გამარჯობათ. ჩემს მას ვეძებ. ახლა ხანს გადმოვიდა ამ კორპუსში საცხოვრებლად. ქირით არის. მეც ახლა ხანს გადმოვედი ამ კორპუსში საცხოვრებლად. თან მეც ქირითა ვარ. რა ქვია თქვენს? რაში? ფრიდონი რომ გეთქვათ, ახლა მაინც არ დავიჯერებდი რომ ეს ანგელოზი ჩემი და მაბაბიეთ დავიღენი რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე ფრიდონ შვანგირაძე. რა ქვია თქვენს მას? რატი ლაშა არა? რატი ლაშა არა რა, მაშინ რატი არა. ბატა ეს მანდიოცანი რატის ეძებდა, შენ ხომ არ იცნობ ვინმე რატის? სალომე როგორ ხარ? როგორ გამიხარდა? როგორ ხარ? მოდი შემოდი რა გახარ? მოდი. ისა ბატონო ფრიდონ, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, ესპანეთში ერთად სწავლობდი და ხო? თუ ესპანეთში, ხო. ელენე, გახსოვს ერთხელ საშინელებათა ფილმს რო უყურეთ და მე სადინებელში გასვლის რო გვეშინა და ხო,
გამაწოდე რა. თეკვა და ის გახსოვს კარები რო ჩაგვეკეტა და აი მიდან რო ვაპირებდი ჩემო პარვას და ნუნუმ რო გადაგვარჩინა. აი მე ლაშა მიაწოდე. ხო და ის გახსოვს ელენე ლაშა რომ თვალი მოვიდა სახში რო ცეკვავდა და რო დავცინოდი. ავარა. შენ ალბათ საფრანგეთში იყავი მაშინები. არ მოგაწოდოთ არაფერი? დაიმე ელენე გახსოვს საჭმელი რო დაადგი? აუ ხო. დაიმე საჭმელი. თავი მტკივდება რა მე მგონი სიცხე მიწევს ელენე წამალი გვაქვს რამე ჩვენ რა კი ლაშა აი აქ კარადაში აიღე აი აქ კარადაში როგორ ხდება გული რო გადავდივარ როგორ მომენატრება აქ ცხოვრება შენ უნდა ნახო პაატას როგორ მოენატრება შენი აქ ცხოვრება არა ლაშა მე და პაატამ ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ რომ მეგობრები ვიყოთ შენ და პაატა მეგობრები? ეთქობა მართლა მიწევს სიცხე ხო არა რა, ვერ წარმომიდგენია თეკლას გარეშე ამ სახლში ცხოვრება. კარგი რა ხალხო რა, დავიღალე ამ სენტიმენტებით, დავიღალე. რამე ისეთი გაიხსენეთ, რაც ერთად ცხოვრებას არ მოგანატრებთ. ეგეთი არაფერი არ ყოფილა, ხო თეკლა? არა, ხო. ნუ როგორ დავიჯერო ახლა რომ ერთი რაღაც მაინც არის. რა ვიცი. არა, ის ერთი რაღაც იყო. რა და ელენე ისე ავაგებდი ხოლმე სახლს რომ მე ვეღარაფერს ვეღარ პოულობდი. ხო. მეც მაქვს ერთი შენ სახლს ისეურევდი რომ ერთი დღე მჭირდებოდა იმ სახლის დასალაგებლად მერე. აი, ახლა უკვე ყველა ბედნიერები ვარ. სალომე, როგორ გამიხარდა? დაჭექი, რატომ გახარ ესე? გაიხადე ქურთუკი, გაიხადე, დაჭექი და თავი ისე იგრძენი, როგორც სტუდქალაქში, კერძოდ როგორც 217 ოთახში. როგორ ხარაბა? რა შეიძლება როგორ ხარ? ხანი არ მინახი ხარ. ხო. ბატა, რაღაც ხო არის წვის? დამწვისუნია. არაფერი ქურთუკი იყოს მანთი შენ არაფერი ყურადღებას მომაქცე ესპერანგი კიდევ გაქვს კი გახსოვს ხო რამდენი ხანი გავიდა და მაინც მაქვს ესპერანგი კიდე ხო და როგორ გახსოვს შენ არ დაგვიწყებია მაგას რა დამავიწყებს გახსოვს მადრიდში ხარი რომ გამოგეკიდა როგორ არ მახსოვს ვარიმე როგორ ესპერანგი გეცა ხო და ის ტორიადორების შარვალი ის ტორია ყველა შეგიყურებდა და გიღიმოდა. ვაიმე, ეს შარვალი რა კარგი გოგო ხარო გამახსენე, კი აღარ მახსოვდა. უნდა მოვძებნა აუცილებლად. ზაფხულს იცი როგორი გრილია ეს შარვალი, ხო? უნდა მოვძებნა აუცილებლად, ხო? მერე გახსოვს ჩემი გადარჩენა რო ავღნიშნეთ, რო წავედით ბარში, ერთად რამდენი დავლიეთ თელი ყავ, რა კარგი დრო გავატარეთ. მე იქნა კლუბში რო წავედით იქ ვიქცეკვეთ, თელი ღამე დავლიეთ, რა კარგი იყო და მერე ბოლოს შენთან ავედით ოთახში. მახსოვს, კარგი იყო. ჩვენი კურსელი ენრიკეც ამოყვა. ის რომ თვალი იყო. ხო, მაგრამ მე იქ ამოხდა კი აღარ მახსოვს. და მოდი შენ იატაკზე დაგეძინა და საბანი მიგაფარე რომ არ გაციებულიყავი. ენრიკე დიონზე დაწვა. მე საწოლში. ის გახსოვს, დივით მე და შენ ენრიკე სათამაშო გველით რომ გავაღვიძეთ. ოთახში კივილით რომ დარბოდა. კი, როგორ არ მახსოვს. თუ შენ არ იყავი? არა სალომე მე ვიყავი შენ და ენრიკემ რო სათამაშო გველით გააღვიძეთ. ოთახში ჯერ ესეთი ოთახში კი არ ვკიოდი. უბრალოდ ოდნავ ხმამაღლა ვამბობდი ოთახიდან გაიყვანეთ რეპტილია მეთქი. ხო. კარგი დრო იყო. კი, მართლა კარგი დრო იყო. შენ წახვედი და ჩვენი ურთიერთობა ხო, რა ვიცი, ხო. ბოდიში მე პირიქით ბოდიში სალომე უბრალოდ რა ვიცი ეს 217 ოთახი ეს რეპტილია ის თვალი ენრიკე იქით აქეთ რაღაცა და Beto. Salome. Bet. Sal. Sal. Oh. ეგრე ხო?
კარგი, მე ელენე ვარ. ვაიმე, ამ მაისურს ვერ ჩავიცვამ, ღრუბლის ფერს არ უხდება. მე ქებაღა. ვაიმე, პაატა ძალიან მომწონს, ვაიმე, პაატა ძალიან ნერვებს მიშლის, პაატა ძალიან მომწონს, ვაიმე, პაატა ძალიან ნერვებს. აი, ნახეთ, ის ვაიმე, ნახეთ როგორი ზღარბიცნიანი მოვამზადე ხვლიკის соусით. მე ქებაღა. ვაიმე, ელენე, შენი ფეხსაცმელები, შარვალი, მაისური მათხოვე რა, თუ მოიცა უკვე დავკარგე. კარგი, ხო დაწყნარდით, დამშვიდით გეყოფათ. ვიცი რომ ახლა გაბრაზებულები ხართ, მაგრამ გულის სიღრმეში თქვენ მაინც განიცდით რომ ერთად აღარ მოგიწევთ ცხოვრება. ლაშა, მე ძალიან გაბრაზებული ვარ. გულის ძალიან სიღრმეში. მე ძალიან გაბრაზებული ვარ. ბოდიში ბატონო გააგრძელეთ. არა. ელენე. რა? თერმომეტრი სად არის რა მითხარით? არ ვიცი. არა, თეკლა, მე რო კაბა გათხოვე, რატო გახიე? ის შავსოლებიანი კაბავდი, იმიტომ გავხიე რომ ორი ზომით პატარა იყიდა და შენ თვითონაც ვერ ეტეოდი. თეკლა, მართლა გახიე, მე ისე კითხე. ვიყოვე მადლობა. მე რომ სკოლაში ბიჭი მომწონდა მაღალი შავგვრემანი, იმას თურმე სინამდვილეში შენ მოწონდი. ეგრე შუაში რა ვიცი. არა, წარმოგიდგენია ლაშა რა მითხრა, საშინელ საჭმელებს ამზადებო, გასინჯერ. გავალნე, ვერა ვარ კარგად და ავალითი გამიდომავს სიცხეს. არა, თეკლა, მე რო ჟაკეტი გათხოვე იმ დღეს და რო დამილაქავე. და შენ რო გამიხიე ჟაკეტი? დავალ ახლა ნახავ ლაქა ამოვაცუა. ამოვა მე დარწმუნებული ვარ არ მოვიდოდა. მაჩვენე რა გაფატა. მე გამატარე. არა, მე მოვიდა. თეკლა რა ვქნათ? ლაშა გიშდებოდა ამ გვინოსა ისე ინახავდა. რა უნდა ვქნათ? არ ვიცი, ელენე რა ვქნათ? რა ხმა იყო? არაფერი ლაშა. თეკლამ შემომარტყა და მე მგონი მარტო მე არ მაქვს სიცხე. აიმე, ელენე, სწორობის საერთოდ გადაეცხა ისხვინო. არა უშავს თეკლა, მაგის იქ მარის ეთილოთია გაწურავს და დალევს. თეკლა, ჩვენ რა ვქნათ არ ვიცი. ელენე, რომ უყო თვითონ ფიზიკოსის ყვავილმა დალია შენიხვინო? არა. და თეკლა მოვიფიქრე. მეორე 10 ლიტრიანი ბოცა ხო გვაქვს? კი. ხო და ჩაისფერი ჩავასხათ შიგნით. ლაშა ჯერ მაინც ვერ დალევს, ავათ არის და მე რამეს ვიყიდით. რამე ღვინოს? ხო. ელენე, ჩაის არ დალევ? ვაიმე, თეკლა ისე მინდა ჩაი, რომ ერთ 4 litrს დავლევ. მაშინ 6. ხუთე შერიგდი თქვენ? ხო. ვა, პატარა კარგია, სახში რო ხარ. ერთად ვივახშმეთ ისე მშია გული მინდის, მთელი დღე არაფერი მიჭამია. შენ არ ხშია პატა. 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 ხო, რა იყო? ხო, პაპატი რა უბრალოდ ჩემთვის ოცნებებში დავფარფატებდი და კარტოფილის შევწავ არ ხშია? არა, სიყვარულით ვარ გამზღარი. ო, ისე კარტოფილს კი დავაყოლებდი. რა სიყვარულითო? არაფერი, რა თქმა უნდა, შენ რო მითხარი მოკლედ. ხო, ის გოგო იყო მოსული. და უნდა გითხრათ, ხო? შენ ძალიან ახლობელი ხო არის? არა. ხო, მაშინ ყველაფერი 500-ია. ო? აი, ნამდვილი რატი ხარ რა? მიდი, მოყევე, მიდი. კარგი, ეხლა რატი რაში გაინტერესებს შენი ცხოვრების ინტიმური დეტალები? ო, მაშინ თუ არ გინდა? ხო და როგორც კი მოვიდა რატი ეგრევე შემოვიყვანე და კარი მივკეთე. და დივანზე და მე უკეთესე უყურებდი და მერე? ასე ჩუმად იყავით რაცა? არა, რა ჩუმად ვიყავით ერთი წუთი ხო დამაცადე. ხო, მერე? დაჟდა დივანზე. დაჟდა და მოუჯექი გვერდით. მოუჯექი გვერდით და სხვათა შორის ხო ჩემი ნაცნობი გამოდგა ეგ, ხო? ჩემი ნაცნობი გამოდგა და იმზე რამეზე ვილაპარაკეთ, რა ვიცი, იქით რაღაცა აქეთ ედრიკე, ისა რა ქვია, რეპტილია იქით რაღაცა 217 ოთახი რაღაცა. მერე? აი ეს ერთმანეთისკენ ვივიზიტეთ. მერე? ხო,
კარგი რა გაყვევს გამისკდა გული რა იყო ჩემი მე გამისკდა გული მოყევი რა ბოლომდე რა მე რა არაფერი ხო გითხარი დავდექი დივანზე და მივიზიდეთ ერთმანეთისკენ და პოლტი და დავიტანჯება კარგი რა კიდე გამისკდა გული წავედი უნდა დავიძინო ჩემი არ მაგისკდა მე გამისკდა გული სად მიდიხარ მაიცა მოყევი ბოლომდე და მე დაიძინე რა მოგივიდა კარგი მაშინ ჩაი დაადმი და ჭიქები მოიტანე და ბოლომდე მოგიყვები დეტალურად კარგი მიდი მოდი დაიცა იყოს მადლობა და მიდი მოკლედ მე ვაკოცე მე ვაკოცე მე აკოცე მარტო რა კაი რა ბა შენ თვითონ რა ქედა როგორც არის მითხარო არაფერი არ რატო და ზმამ შემოგვისო როცა ხო ხდები რა და გაიგო ყველაფერი რა უი ხო ძალიან ცუდია მე რო ეგეთ სიტუაციაში აღმოჩენილიყავი როგორ ვინებიულებდი არ ვიცოდი რას გავაკეთებდი ალბათ არა შენ არ აღმოჩნდებოდი მაგ სიტუაციაში რა მე ხო რა უნდა გითხრა ეხლა იცი? ჩაისთვის მადლობა, მაგრამ იმ გოგოსთან ურთიერთობა რო გავაგრძელო. ხო. შენ ხო არ გეწყინება? რას გინდა ისქენი ბატა, ოღონდ ეს რამეს გირჩევ რა. ხო. არ გაასერიოზულო. მოვარდები ეხლა მამასთან და ძმასთან და ხელს ნუთხო ვეგრევე რა. რა იცი რა ოჯახია მაინც რა. ჯერ მიდი, აი დრო გაატარე, ხო? კარგი ეხლა რა თქმა ჰეროი დამინახავენ რას ლაპარაკობ რატი, აბა რას ლაპარაკობ. ხო, რავი უცნაურია, ესე არ უნდა მოწონებოდი რა. ესეთ რა. რატო? ხო, პერანს მათხოვება და უი, გასა. ალო. ხო, ეგ სადარბაზოა. ამოხვედი? ეგ სამთულია, ხო? ხო, ეხლავე. ისა პანკა, ბოდიში რა, დამავიწყდა გუშინ ჩემადამ დამირეკა. მოვა გინახულებო რა და შევხვდები, კარგი? აბა რა უნდა ხარ? მიდი მოიყვანე. უი, ახლა, შემოდი მე, რა ხვენია, რა მოგივიდა? იცი რა, კაი ბიჭია რა არის, მოსარიდებელი, წამოდი, მოა. რა არის ხეხული? მიდი. აი პატა, გაიცანი ეს ჩემი და ეს პატა. გამარჯობა. სასიამოვნო იყო. ჩაი. არა, ხო. რატო ჩაი მოგიმზადე და გასწრდება? ხო? აუ თეკლა რა ცუდია რომ მიდიხარ. ხო რა ვიცი საილენ დაველოდები ნიკას და წავა მალე მოვა კი რეზიკოსთან არის გადასული რეზიკოს და მე გადმოვიყვანო მალე მოვა აბა ნახვედი გადავიხედო აინიდან თეკლა შენ არტას უხარ თუ წახვედი უკვე მამაშენმა გაგაბრაზა და უკან დაბრუნდი ხო კი ცოტა რამდენი 38 და ცოტა ელენე არა და რა დროს არ შეიძლება ჩემთვის დალევა თორე ჩემ თეკლას ასეთი გაცილება ეკადრება თან რა ღვინო მაქვს აი მე საოცარი ლაშა საოცარი ღვინო ნიკა გააღებ ხო ახლა გამარჯობა. უი, რატი ბოდიში მოდი. პირველი ვიხენ. რა ხდება? ხორტასულა თეკლაჭი. არა. თუ ჩემ ჯანმრთელობას გულისხმობთ ვერა. არა. თეკლა ვიდისო, მშობლებთანო გადადიცოდა. ასე ჩუმად წასვლა, გაგონილა? ახალია არ გაგონილა. თეკლა. გამარჯობა თეკლა. რა, თეკლა მეგობრებს არ უნდა დაგემშვიდობო? კარგი, მე ხო გუშინ გავხდი შენი მეგობარი, მაგრამ რატი არ უნდა დაემშვიდობო? მოდი. რა ვიცი, აღარ შეგაწუხეთ. რა შეწუხება თეკლა? რა შეწუხება? მართალი, მოდი დაბძანით. მოდი, დახედი. მოდი. ლაშა, დაჯექი. ო, კი, დოიცარი არ მიეყო ბალისტაკი. ხო. აბა, ელენე, გატრიალდი ახლა სუფრა გაშალე ისეთი ღვინო მაგ, ისეთი ღვინო უნდა დაგალევინოთ, გადაიდებ. ახლა დაკიო. არა, მე არ დავლევ, ელენე, მე ახლა წამლები მაგ დალეული, აი, სტუმრები დალევ, ახლა რა
ისა რა უნდა გითხრა ხო რაღაც მეკითხო ეს ბალეში ხوار გზაბავს არა მოეშვი არ დაიგებო პატარა ატი ბატონო ფრიდონ უნდა დაგვეხმარო რა ხდება თეკლა არ გაუშვათ არა პატა იგრაშუაშია მოკლედ ლაშას ქონდა ღვინო და გაგვიტყდა შემთხვევით ხო და რო არ ენერგიულ ავიღეთ 10 ლიტრიანი ბოცა და ჩავასხეთ შიგნით ჩაის ფერი ხო და რო შემოიტანს არ შეიმჩნიოთ რა რო ჩაისვავთ მოიცა ელენე რა სიძახი ხლა ვერ გავიგრე ჩაი უნდა დავლო და უნდა დავთვრეთ კი დათრობა ახლა მე მსახიობ ადამიანს არ გამიჭირდება დათრობა მაგრამ მახსოვს ერთხელ ბატონო ფრიდონე სხვა დრო იყოს დაგვეხმარებით ხო კარგი მადლობა როგორც კი შემოვიდა ნახეთ არაფერი აქ შეხედეთ არაფერი ხა მე გაქცებული ვარ და ესა და სულს და გემოს ვერ ვგძნობ მაგრამ ეს ღვინო მაქვს დალეული არაჩო გადასარევი ხო და 10 ლიტრა მაქვს 10 ლიტრა მაქვს და ბოლომდე უნდა დავიღო 10 ლიტრა კარგია ხო კარგია ეს კიდე კაი 20 არ არის მეთქი რა ელენე მიდი ეხლა მწვადი შედი მწვადი მიდი არა ლაშა ისა მწვადი და ეგეთები არ გინდა უფრო კარაქია პურებს მიაკეთე ჩემო ძვირფასო თანა მეინახენო ჩვენს თეკლას მშობლები დაულოცოთ ერთ ლამაზ ლექს შემოგთავაზებთ როცა ჭალაში ავიტაცოთ მეგობრებო ავიტაცოთ როცა ჭალაში გაუმარჯოს შემშობლებს ეს ტკბილია ისინი კარგად იყვნენ გენაშორ ისინი ტკბილად რას ლაპარაკობ? რა არის ტკბილი და არაჩვეულებრივი იყო ერთი სუფთაწვენი 1 გრამი შაქარი არა გაკეთებული. რას ლაპარაკობ? რა არის ტკბილი? შენ რა არ დაგახრო პატა? მაგარი ხო, ეგეთი მაგარიც არ არის ახლა ეს. ხო, ეგეთი მაგარიც არის. აბა ესა ბოდი შაი რა დროს არავსავ რა ელენე განსხვავებული მოუტანები ჩემს განსხვავებული ანტები არ გინდა არა ჩაიში ხელი მოვიდა განსხვავებულია ერთგვარი ჩაიში რატი გეხოწები გადაიღე რა მე რა მწონდი არ გინდა ხო რა არ ესწავლათ მიდი გეხოწები არ მინდა ჩემი ხელით ერთად მუცუხდები რა რაღაც უხერხულად გძნობ თავს რა უხერხულობა მე უნდა მკითხო რატი შე ყურებიათ მოდით დედმამიშვილებს გაუმარჯოს თეკლას დაყავს ლაშას დაყავს პატას დაყავს რატის რაყავს მეც და კი დაყავს კი რა ძალიან კარგი და იცით რა არის რა სადმე რომ მენახა შენი და შემთხვევით დაუშვათ ხო რა საინტერესოა საერთოდ არ გავხარდეთ ვერც მივხვდებოდი რომ შენი დაი არის ხო შევსვათ გაუმარჯოს დედმამიშვილი მე ვერ ავსვავ ბავშვებს გაუმარჯოს ხო ვაი სულაკერდებით ამ ტიპს ნახე რა თეკლა ნახე რა გაცილება მოგიწყე ხო ისე მე სიამოვნებით დავლევდი ამ ღვინოს, მაგრამ მანქანით ვარ და აბა. მე თეკლა რა პრობლემაა? მე ავსვავ და მე დავждები საჭესთან დალიეშენ. თეკლა, აი, ლაშა დაჭდება საჭესთან დალიეშენს. რა მალაპარაკებდა რა. ისე ერთხელ ჩემი მეგობრის დაშემხდა. და ბატონო ფედონე, ნუ გავჩერდები დედმამიშვილებზე დიდხანს. არ შეიძლება ვიზახიან და რა ვიცი ხო? ეს რაღაცა შემოვამატებ სუფრას. მჟავე მოუხდება ღვინოს მჟავე და ახლა რატი მჟავე ხო კი გესიამოვნებაში? კი, მჟავე კარგი იქნება. კი. ისა კიდრისწნილი ხო გვაქელებნე ჩვენ? ლაშა ხო. კიდრისწნილი არ გინდა ლაშა, ლიმონი იყოს. ხო. ლიმონის ხომ მჟავეა, მოუხდება ღვინოს. კი. ლიმონი ხო. ელენე, მე მგონი მართლა ძალიან გრადუსიანია ეს ღვინო და ისა ჩაი შესთავაზე სტუმრებს. ჩაი? ჩაის ხომ არ მიირთმე? არა. კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ და მოდით მეგობრობას გავუმარჯოს თეკლა. აი რა არის მეგობრობა? მიტევება ბატონო ფედა, მიტევება, დიახ, მეგობრობა ხო ეს მიტევება და მოდი გავუმარჯოს მიტევებას. რატი შემდა დალიოს აუცილებლად. მახარ.
კარგი რატი რა მეხვალ აბა ეხლა რას ლაპარაკობ აბა ეს რასაკეთებ აბა რასაკეთებ ლიმონადს ხო არა რას ლაპარაკობ იტყუები ხო იტყუები რას ლაპარაკობ იტყუები თორე ეხლა გამიჯერ სადავები გაგირბით სუფრის სადავები გაგირბით გამექცა დაიჯები შენ გასხოვებულით დიდი მადლობა არა ესა აი რატი რო გინდოდა ლიმონიო აგერ არის და არ ვიცი ხო გაიხარე რა არის რა კენდის აუ მაგარი ტრალი ვარ რა მოდი აღარ დავლევ რა მეც რა თორე ძალიან ისეთი ძიმე და ძალიან ესეთი ნაბახუსები მაქვს რა ეგ არაფერი ჩემო რატი დილით შემოდით ჩემთან ნაბახუსებზე და კაკაოთი გამოგიყვანთ კაკაოზე გამახსენდა მე ისმე ხონში ვარ გასტროლებზე თამაშობთ პირქუშ სიმართლეს მე მოვადი ნიკაი არა ჩაი დამს რა ჩაი ნიკა მოდი ღვინო დალიეო ხო ჯერ საწყე გშელოთქვი მიხედე კაცო თეკლას მიხედე რასაკეთებ ღვინო კარგი ვაშა რა დიდი ბიჭია ნიკა უკვე დალიოს ერთი ჭიქა ღვინო რა მოვა თეკლა დი ჭიქაში დაუსხი ახლა ციცი არ უნდა მქონდეს ესეც მე გავიზომავ და მოვალ ადი შენ ოთახში და იქ დალიე მე ღვინო არ მინდა არაკი დამსხი უყურებია და კაკაო ვინოს კაკაოთი მესამე საფულამდე აბა როგორ თამაშობ მითხარით ახლა გამოგდის როგორ თამაშობ მაგრამ ბატა უფრო შეეცადეთ რომ უფრო მთვრალები გასაგები ხომ არ აჯობებს სუდად ვიმღერო, ვით მგონზე არა ვარ. არა, მე მგონი ჯობია რამე მოყვეთ. მართით რომ. მოდი. ასე მაგალია. ვაშა ნახე როგორი თვალები არიან და რატეუბნები მაგარი ღვინო მე გასამოვა გრადუსია მე მაქვს რატი შენი ზე შერაც არ უნდა მოხდეს ნაყენი არ იქნები შენ ჩემზე არ არსებობს რასაკეთებ თამაშობ რა იყვას ხო ოგენა წავედი აბა მე წავედი ნიკას ნახე და კარგად თეკლა წახვედი თეკლა ვიდი ხარ გაიგო კარგი გარანტი ესეც დაიკოა კარგი და რა ფარი და მაგარი ამბავი უნდა მოგიყვეთ ერთი მაგარი ამბავი დაიყოს და გასილება არა ერთმა ჭიქამ რა უნდა მიყოს მითხარით რა ერთმა ჭიქამ არა ჩემ თეკლას მე ისე ვერ არა თეკლას შენ გაგიმარჯვე ლაშა მე გავალ და მე მოგიყვებით რატი გამოდი ვიძინებ ჩვენ ფრიდონმა ისაა კაკაოთიო მესამე საათი ლაშა ახლავე აგიხსნით ყველა ხო აგიხსნით ერე მე ძალიან მეჩხარება აბა წავიდი კარგად ვიყავით აბა კარგად ლაშა ჩაი ხო არ გაგიცხელო სიცხეს უხდება ბატა რა მithქმა გინდა ჩემთვის? არა, ხო, მინდა რაღაც თქმა მინდა. ხო, რაღაცის თქმა მინდა შენთვის, რაღაც უნდა კითხო. კითხო რაღაც. უნდა კითხა ისა რამე. ჩაის დალევ. ვაიმე. ჩაი 1-2 კვირა აღარ მიხსენია. ხო, მართლა. ჩაი რა გამახსენა? რა ჩაი არის ჩაი?
ჩაი მართალი შაი სახსენებელია ხო? მოიცა ნერვიულობ რამეზე? არა, ხო, რატი? რაზე და ნუზე, რატო არ მოვიდა მეთქი ამდენი ხანი? რაზე უნდა ნერვიულობ? მოგდანეთ ხალბატონო. აი მე ბიჭებო სასწრაფოდ გადამიდეთ რა სერიალზე. ჩემი ემზარი გუნდმა წააგო და ემზარმა პულტი ესროლა ტელევიზორს. და ისეთი კარგი მომენტი იყო. ორი ძმაკაცი არიან, მოდი. ხო და ეს მაკაცი ერთი შეუსწრებს მეორეს თავის სახლში ვიღაც გოგოსთან. ეს გოგო აღმოჩნდება იმისი და ვინც შეუსწრო. და ისე მაინტერესებს. შემიძლია მაინტერესებს როგორ დაუნგრევს ხვილპეს ეს ძმა იმას. მოდი რა უყურე, მოდი შეხედე. არა, მოდი, არ გაინტერესებს, ნახე რა. არა, იყოს, არ მინდა მე მაგის ყურება. მე ნახავ თვითონ ალბათ მინდა.